გამარჯობათ მეგობრებო, დღეს არის 20 სექტემბერი 2025 წლის. მე გუშინ წინ დავდე პოსტი და დავშვი ასეთი კითხვა. თუ ვინმე გამოიცნობს სიტყვის საიდუმლოებას, აი ამ სიტყვის საიდუმლოებას, მაშინ ის მიხვდება, ერთ-ერთ, არა ერთადერთ, არამედ ერთ-ერთ საიდუმლოს სამყაროში თქო. მაგრამ ვინაიდან მე იქ კომენტარიც გავაკეთე ესეთი, რომ სიტყვის შედგენის კონსტრუქცია ყოველთვის არ არის ერთპიროვნულად, ერთ მეცნიერებაზე დამოკიდებული, ანუ კონკრეტულად ლინგვისტიკაზე, ვინაიდან ლინგვისტიკა სწავლობს სიტყვის შემადგენლობას, ყველანაირ ფორმატში, ასე ვთქვათ, მაგრამ გეტყვით ერთ რაღაცას, რომ სიტყვის შედგენის კონსტრუქციას აქვს ბევრი მეთოდი. ამაზე მე ცალკე მქონდა მე საუბარი 1-3 წლის უკან და უკეთესად და უფრო სტაბილურად, რა თქმა იქნება ჩემს მომავალ წლში, რომელიც ვერადავერ დაადგა თავი მის გამოცემას. ეხლა კი შემიძლია ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ სიტყვის შედგენის თავიდანვე, ვინც ფიქრობდა სიტყვის შედგენის კონსტრუქციაზე, მას აქვს მრავალსახოვანი მეთოდები. პირველი შემოგარგებო არის სიტყვა, რომელიც შედგება ერთი ან რამოდენიმე სიტყვისაგან, ანუ არის შეკუმშული სიტყვა. ამ შეკუმშულ სიტყვას, სხვა მეცნიერებაში ქვია შეკვეცილი ასოები, ბგერები, მარცვლები, მაგრამ ეზოთერიაში მას ქვია დაკოდილი. თუ რატო ქვია მას დაკოდილი, ამაზე მე ცალკე ვიდეოების მქონდა, ასე ვთქვათ, ასნა განმარტები, რომელიც თუ გახსოვთ კიდევ 2017-ში მეორე გადაცემა რო ქონდა იმედის ტელევიზიაზე ჯაჯაინძესთან და როდესაც მე დაფაზე ახსენი სიტყვის დაკოდვა მეთქი და ჯაჯაინძემ ჩამისწორა თითქოს არასწორი იყო დაკოდილიო სხვა შეკვეცილიო არა ბატონო დაკოდილი იყო სიტყვა არის დაკოდილი და თუ რატომ ესეც ახსენი თუ ვისაც არ ახსოვს კიდევ ერთხელ ვიწვი რომ უნდა დააკვირდეთ იმას რომ ქართულ ანბანში თითო, ეხლა არ მიწერია, მაგრამ დავწერ, რომც არ დავწერე, სადაც უნდა იცოდეთ, რომ თითო ასოს რატო ჰქვია ასო. მე მგონი მივხვდით, ხო? და ეს ასო არის ადამიანის ანატომიური ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. და თუ მას ჩამოაჭრი, ანუ დაკოდავ, გამოდის, რომ სიტყვა არის დაკოდილი. ვინაიდან სიტყვა შედგება ასოებისაგან. გესმის ახლა სად და როგორ არის დაკავშირებული ყველაფერი ერთთან? მოკლედ როგორც გითხარით, პირველი სიტყვა შედგება 1 ან 2 ან 3 ან 5 სიტყვისაგანაც კი არის, როდესაც ანაგრამული პრინციპით ხდება, ანუ დაიშლება ერთი სიტყვა ასოებისაგან და იგივე ასოებისაგან იწყება მეორე სიტყვა. ამაზე კიდე მე უამრავი ვიდეომა კი არა ფილმშიც ფილმ ფორმულაში კიდე მე-3-4 ნაწილს სულ ამით არის სავსე. და თუ რანაირად ხდება ეს ანაგრამული სისტემით აწყობა სხვა სიტყვისა. შემდეგ არის ჰემატრიული, რომელიც ძირითადში ყველაფერს ერგება, მაგრამ ეს ცოტა მაღალი კლასისთვის არის. და ამაზე კიდე უამრავი ლექცია მქონდა მე და აგრეთვე ფორმულა ფილმ ფორმულაშიც კიდე ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანა. ეხლა და კიდე მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ მე ხამაზე არ გაგრძელდები. ეხლა კი ძირითადი. შემოგარგებო იმისათვის, რომ ჩვენ გავხსნათ სიტყვა ჭიშკარი, ამისათვის მე თქვენ ეხლა გაგიხსნით მანამდე ერთ სიტყვას, ეს იქნება სამაგალითო სიტყვა, იმისათვის, რომ ადვილად მიხვდეთ თუ რა პრინციპით და როგორ არის შედგენილი ეს სიტყვა ჭიშკარი და კიდევ სხვა დანარჩენი, მაგრამ ხა ვინაიდან ეს გამოვიტანე საჯაროდ და რატომ მაინც და მაინც დღეს, ამასაც მე მგონი მნიშვნელობა აქვს და ან შეიძლება ვთქვა ბოლოს ან თავად მიხვდებით. ესე იგი, მოდი ჩვენ განვიხილოთ სიტყვა წისქვილი. ყველამ ვიცით, ახლა არ დავხატავ აქ ბავშვები თუ რას ნიშნავს სიტყვა წისქვილი, ხო? მაგრამ თუ დავაკვირდებით შემოკარგებო, ეს სიტყვა შედგება 2 სიტყვისაგან, მაგრამ ეს არის შეკვეცილი სიტყვა. დაკოდილი სიტყვა არის. მოდი დავწეროთ ბარიღამ ეს რა არის. პირველი არის წყალი და მეორე არის
ხედავთ? ანუ სიტყვა გვეუბნება, კი, დაკოდილია სიტყვა, ხო? მანამდე არ გვიფიქრი ამაზე, გასაგებია. უბრალოდ იცოდი წისქვილი რო იყო, წისქვილი რაღაც ზემოთ ჰაერის ტრიალებს ან დოლაბით ტრიალებს წყლით, ხო? ჩვენთან ჰაერის პროპელერი და ასე ვთქვათ არ იყო ეს არ ვიცი რატომ, თუმცა ქარიანი ადგილები კი არის საქართველოში, მაგრამ ჩვენთან ვინაიდან და ალბათ იმიტომ რომ უფრო მეტად წყალი არის, დინარის წყალები, წყლები და მთიდან ჩამონადენი წყლები, ნაკადულები, აი ამიტომ ალბათ ძირითადი წისკვლები ძველად რაც კი ყველაფერი იყო წყალზე მომუშავე. მაგრამ ჩვენ ნახეთ როგორ გვეუბნება წყლის ფქვილი. ნახეთ ახლა რამდენი სიტყვა არის 100 არის უფრო დაკოდილი. აქ აკლია ყ, აქ აკლია ლ, აქ აკლია ფ. ნახეთ ყ, ლ, ფ 300 ამოგდებულია, ანუ დაკოდილია 300 დაკოდილია, სიტყვა მთლიანობაში დაკოდილია, მაგრამ შინაარსობრივად ის გვეუბნება წყალი ატრიალებს რაღაცა დოლაბს, მერე იქ რაღაცას რო ჩაუყრით, მერე იქიდან გამოვა ფქვილი. ანუ ამას ქვია, კი დაკოდილი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მას ქვია ასოციაციური სიტყვა. გემი ასოციაციურად უნდა მიხვდე, უნდა იფიქრო, უნდა გადააბა აზრები, რომ აქიდან ხდება იქ რაღაცა სიტუაციები, ვარიაციები და შემდეგ ბოლოს ღებულობ ფქვილს, რომელიც აქ ერთ სიტყვაში არ ჩანდა ეს. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ეს გავხსენით, ხო? მაშინ გამოჩნდა ეს ყველაფერი. ხო ასე? გესმით ახლა, აი ეს არის სიტყვის კონსტრუქცია. შეკვეცილი, ანუ დაკოდილი სიტყვა, გამიგეთ? მაგრამ ასოციაციობანა არის აქ ჩართული და იმით უნდა მივხვდარიყავი თუ რა იყო ეს. ასეთი უამრავი სიტყვა და რომელიც მომავალი წიგნი რო გამოაჩენები, იქ იქნება ნუ სასწავლების სამყარო ამ სიტყვების გახსნა და რეკონსტრუქციაში უბრალოდ. კარგით, ეხლა გადავიდეთ ჩვენ ძირითადზე. ეს დამხმარე, ასე ვთქვათ, მასალა იყო. მე ვთქვი ზოგმა შეგმეკითხა და ვთქვი კი ბატონო, სიტყვა არის მეგრული, მაგრამ ადვილად გახსნადია ქართულადაც თქო. და რატო? იმიტომ რომ დიდი განსხვავება იქ არ იყო, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ ახლა თუ თქვენ თუ გახსოვთ ეს ბევრჯერ ვიმეორებ მას ყოველ დღესასწაულზე გიორგობაზე. და იქ ლექცია არის ესეთი რომ გიორგობას თან მომაყოლე ასე ვთქვათ კრიშნას განმარტება და კრიშნაიდების მთავარი ჰიმნის ახსნა განმარტება. გახსოვთ ეს ხო ზოგიერთებს ხო? და იქ იყო ასეთი რამე რომ კრიშნა სინამდვილეში იყო კარიშ ნანა. რა თქმა უნდა, ესეც ეს დაკოდილია, ხო? და ეს ბოლო მარცვალი კიდე დაკოდილია. და გამოვიდა კრიშნა. ანუ ეს არის კარიშ ნანა. კარიშ ნანა რა არის? კარიშ ნანა არის ჩემო მეგობრებო, აი ეს ეხა არ იხმარება დღევანდელობაში ეს თქო, მაგრამ მაშინ იყო ასეთ, აი როგორც აღმოსავლეთ საქართველოში იყო მაგალითად დედაბოძი. გამიგეთ? დედაბოძი იყო, ღვთაებაც ასეთ ითვლებოდა, გამიგე რაღაც საბოცავებით იყო, გამიგე ოჯახში დედაბოძი იყო, მთავარი ბოძი, რომელსაც ეყრდნობა მთელი საქმე, ხო? მაგრამ კოლხეთში, სანამ კოლხეთი იყო, აღმოსავლეთ საქართველოს თანამედროვე ვამბობ, მაგრამ კოლხეთს რომ ვამბობ, მთელ საქართველოს გულისხმობ მაშინ. მაშინ არ იყო აღმოსავლეთ დასავლეთი საქართველო არ არსებობდა. მაშინ ითვლებოდა კარიშ ნანა, ანუ კარის ნანა, კარის დედა. დედა კარისა, მოდი ასე ვთქვათ. გესმით? ანუ დედა კარისა არის მთავარი შესასვლელი. დასად? კრიშნა ინდური ფილოსოფიით ნიშნავს, ნუ ძეხლის ღმრთისას, ხო? კი ბატონო. მაგრამ ის ეხმარებოდა ხალხს მისასვლელად ღმერთთან, ხო? რა თქმა უნდა.
და სწორედ ეს კარის ნანა, ანუ კარის ნანა კარისა, დედა კარისა იყო დამხმარე ჩვეულებრივი ადამიანისათვის, რომ ის სულიერად აზროვნულად მისულიყო ღმერთთან. ანუ გასასვლელი ჭირდებოდა მას და ეს გასასვლელი იყო ეს ღვთაება. მე მგონი გავიგეთ, არ არის ხა მე მგონი სხვა მაგალითების მოყვანა საჭირო, ხო? და მოდით გადავიდეთ ხა პირდაპირ სიტყვაზე ჭიშკარი. ეხლა რა თქმა უნდა, ვინაიდან მე ერთმა ამკითხა მეგრული ხო არ არის თქო, ნუ ჩანს რომ მეგრულიც არის თითქოს კი არა არის ბატონო და ზოგმა ნახე, ნუ პირველად რა თქმა უნდა ასოციაციაში გამოგიშდება სიტყვა ჭა, ზოგმა იფიქრა რომ ჭაში ჩასასვლელია და იქით გასასვლელი და რაღაცა კი ბატონო ასეც არის, ბევრად იდეას, მაგრამ ამ სიტყვას არ შეესაბამება. ვინაიდან აქ არის კარი, კარი. და აი აქ არის ეს ასო შ. ეხლა დაგვირდით რატო გეუბნებით, როდესაც მე ვამბობ დღევანდელი ქართულით მოსეს კარი, მაშინ უნდა ვიხმარო ასო ს. მაგრამ თუ ვიტყვით პროტო ქართულად, ეს მე ბევრჯერ დავაფიქსირე და მახვილი გავაკეთე ამაზე, რომ პროტო ქართულში იგულისხმება მეგრულ სვანურ ლაზური. მაშინ ნახეთ მეგრულში არის შ. ანუ შ შეიცვალა ს-ით შემდეგში. ეს როგორ არის ის როგორც ებრაული და პალესტინური. აი ეგეთი განსხვავებაა. გესმით? აქ არის შ, აქ არის ს. ეხლა აქ რო ყოფილიყო ჭის კარი, ხო? ჭის კარი. ს რო ყოფილიყო. მაშინ ეს სიტყვა დღევანდელი ქართული პირდაპირ გეუბნები ჭაშიაო რაღაცაო. ხო? ბრუნვაში ჭა არის ჭის, ხო? ვიღაცის, რაღაცის. და პირდაპირ გეტყოდა. მაგრამ ეს ამას არ ნიშნავს. რატომ? ჩემო კარგებო, იმიტომ რომ აი მე თავში რო წავაწერე კომენტარში, რომ ეს სხვა მეცნიერებებიც არის, სადაც ცოტა მასშტაბურად ვიაზროვნოთ თქო და არა კონკრეტულად სიტყვაზე, კი რა თქმა უნდა სიტყვა არის გასაღები, ხო? მაგრამ მასშტაბურად ვიაზროვნოთ თქო და ეს იქნება მეთქი ერთ-ერთი და არა ერთადერთი საიდუმლო, რომელიც სამყაროში არსებობს. და ჩვენ ვერ ხედავთ და არ გვეუბნებიან, ხო? გავხსნათ ახლა ეს სიტყვა. აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა პროტო ქართულში, ანუ მეგრულად. და ნახეთ, ეს არის წყარის კარი. ეს ბუნებრივად რო გადავთარგმნოთ დღევანდელი ნიშნავს წყლის კარი. გესმით? და რატო იცით, როდესაც წ იყო პროტოში, ის გადაკეთდა ჭ-თ. ჭ-ასოთი. და პირიქით კიდე. ასეთი უამრავია ასეთი მაგალითები, ახლა შორს წაგვიყვან ამ მაგალითების მოყვანა. გესმით? მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიტყვაც არის დაკოდილი. ანუ ამოვარდა ყ, ამოვარდა ა და р. ხო? აი ეს. სამი ასო ამოვარდა. წ შეიცვალა ჭ-თი და დარჩა ი აგერ არის ჭიშ კარი. კარი დარჩა უხლები. იმიტომ კარი არის ძირითადი. მოდი ქართულად დავწეროთ ბარეგან. წყლის კარი, ხო ქართულად. ესე იგი, კი ბატონო, ეხლა ზოგიერთი ჭაში ხო წყალია და მე წყლის ქვემოთ ხო არის ამალავი და მე სადღაც გასასვლელი და კი ბატონო, არის, მაგრამ ეს ის არ არის. და რატომ? იმიტომ რომ წყლის კარი არის შემოკარგებო, ყურადღება არის ის, რომელზედაც ნადირობს მთელი მსოფლიო იმპერიები. ეს არის შემოკარგებო იგივე პორტალი. პორტალი მიღმის სამყაროში გასასვლელი. არის პორტალი, რომელიც არის მშრალი, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ახლა მე არ ვიცი მაგ სიტყვას რა ქვია. ანუ წყლის გარეშეც, მაგრამ ეს სხვა პარამეტრებს იძლევა შემდეგში, ანუ გასასვლელში და წყლის პორტალი სულ სხვა რამეა.
están confirmando que no se acepta la vivienda. Que ellos están წყლის პორტალს და წყალს საერთოდ აქვს დიდი ენერგეტიკა. თქვენ კარგად იცით, რომ როდესაც მე ავხსენი 4 ვიდეოთი ფილმი თავისი დოკუმენტაციით, რომ დედამიწა არის ბრტყელი და მას გუმბათი აქვს და სივრცე რაღაცა ისეთი სისკე, სადაც იქაც წყალია თქო, ეს იგივე პლაზმასავით არის ქცეული, მაგრამ ჩვენებურად რო ავხსნათ ეს არის წყალი. გამიგეთ და გახსოვთ მე რა დავარქვიანებს აკვარიუმი, ხო? და ეს მე არ მithქვამს, ეს მე თქვენ ბიბლიიდან აგიხსენით, აი ესე წავიკითხეთ ყველა მეთად, ხო? ყველა მეთად წავიკითხეთ თუ რომ დაბადებაშივე, თავშივე ეწერა ბიბლიაში ეს ყველაფერი. მაგრამ ეს არ არის ის კარი. თუმცა შეიძლება ესეც ჩავთვალოთ. იმიტომ რომ იქაც გასასვლელია. მაგრამ დღემდე ვერ გასულა ვერანაირ. და მეოთხე ნაწილში თქვენ გახსოვთ აკვარიუმის მეოთხე ნაწილში კიდე იქ თუ რა აშკარად იყო ყველაფერი. დაწყებული სიმფსონების მულტფილმი და დაამთავრე რამდენი ფილმი განახეთ. იმის ბადასტურებელი, რომ იქ ზემოთ არის გასასვლელი. და ისიც განახეთ, რომ ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც აფრინდა, საჰაერო ბუშტით აფრინდა და რომ წყალს შეჯახა ზემოთ, თქვენ წავიდეთ წყალს და შემდეგ გადის სადღაც, ხო? ხო გაგნახეთ, ყველაფერი დოკუმენტურად ხო განახეთ. მაგრამ ეს არის დედამიწაზე არსებული წყლის კარის პორტალი. აი ეს. მოდით ახლა ბარეგამ ერთ რაღაცას გეტყვით. მე გეუბნებოდით ყოველთვის, ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ზოგადად მასმედიები, ოფიციალურ ვერსიას რო გვაწვდით. როცა გვეტყვიან, რომ ვიღაცა ტერორისტი შევიდა ბანკში და ამას ითხოვს, გამიგეთ? არ დაიჯეროთ. ნუ 1% შეიძლება დასაჯერებელი, მაგრამ დანარჩენი არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ყურს გეტყვიან. მერე ის რა მოთხოვნებაც ჰქონდა ტერორისტს, ნუ სახელდებულა ტერორისტი, მაგას არასდროს და ვერასდროს გაამჟღავნებს ის პიროვნება, იმიტომ რომ მას კლავენ. ხომასი? შესაბამისად, ჩვენ ყველამ ნახეთ, აგერა ჩვენს აწლეულში იყო, რომ ამერიკამ დღისით და მზისით, ესე იგი, კი არ დაბომბა ერაყი, არამედ მიწასთან გაასწორა. დღისით მზისით, მთელი მსოფლიოს თანდასწრებით. და ყველას ხელი ჰქონდა აწეული. თანხმობას. ასე იყო. ან თუ ესე იგი პროტესტი ჰქონდა, ვის შეეძლო გაი პროტესტებინა, ხო? ესე იგი მიწასთან გაასწორა. იქ იყო სადამი და ჰუსეინი და ერთი ამბავი და იქ მერე ვითომ ნეფტის გამო გაკეთდა ეს ყველაფერი. დამაჯერებელია, ხო? რა თქმა უნდა, დამაჯერებელია. მაგრამ როგორც გითხარით, არასდროს რაზოს უნდა იჯერებთ იმას, რასაც გვეტყვიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ტყუილია. და ნამდვილ არს ჩვენ არასდროს არ გვეუბნებიან. და სინამდვილეში კი ძირითადი მიზეზი იყო აი ეს. დიახ, ჩემო კარგებო. ეს იყო იქ, სადაც რომელიც იყო ერაყში. რატომ? იმიტომ რომ ერაყი მაშინაც კი და დღესაც უკვე რაღაცას ჩათვლობს, და მიწასთან არის ყველაფერი გასწორებული, მაგრამ მანამდე მას ერქვა მუზეუმი ღია ცის ქვეშ. რისი მუზეუმი იყო? რა თქმა უნდა, ეს 1000-წლოვანი კაცობრიობის ისტორიის ცოცხალი მუზეუმი. მაგრამ ვინაიდან ის იქ იყო, იქ ბევრი საიდუმლოებები იყო, რა თქმა უნდა,
იქ იყო აგრეთვე ესეც. Некоторое время назад я обратил внимание на вот эту страничку в Фейсбуке. Кеннан Биркан, и на испанском о себе он пишет: «Я могу только показать тебе дверь, ты тот, кто должен пройти в нее». Мое внимание эта страничка привлекла тем, что я как-то увидел необычные фотографии артефактов и обратил внимание и стал отслеживать. И вот сегодня я увидел новый материал вот с этой вот фотографией, которую я использовал на заставке, и вот этот текст, который вы также можете самостоятельно перевести, а я его для вас перевел и сейчас зачитаю. Эти мировые глобальные правительства будут говорить вам, что их войны для того, чтобы защищать своих граждан и защищать наш образ жизни. Но правда состоит в том, что войны ведутся за ресурсы и технологии. Война в Ираке не была против терроризма или оружия массового уничтожения. Речь идет о древних технологиях. В 1920-х годах был открыт портал под землей в Багдаде, в Ираке. Согласно популярной вере, Ирак когда-то был садом рая. Ирак также очаг бывших шумеров, у которых была сильная вера, связанная с интерпространственными путешествиями, у которых в самом деле может быть ключ к созданию человека. Дэн Буриш, сотрудник Зоны 51, утверждает, что есть звездные врата, звездный портал в Ираке, и подтверждает обвинения в том, что война в Ираке была прикрытием для захвата звездных врат. По мере того, как мы расширяем свое сознание, мы видим на горизонте новые понятия, которые ломают для нас все схемы, до настоящего времени установленные нашими системами веры. Вследствие падения двойных башен-близнецов 11 сентября 2001 года мир изменился навсегда. У этого происшествия были отголоски во всем мире, лишая населения его прав и свобод на основании фальшивого закона о борьбе с терроризмом, который протащило правительство США для вторжения в Ирак и Афганистан. Администрация Буша и его империалистическое правительство начали военное наступление против этих стран под предлогом владения оружием массового уничтожения, вещь, которую в конце концов тоже правительство Буша опровергло. Но были другие скрытые мотивы предпринять это наступление, помимо которых, как мы уже знаем, присвоение нефти. Недавние исследования «Эксполитика», так называется издание, раскрывают нам причины, полностью основанные на мотивах администрации Буша, чтобы предпринять военное наступление на эти страны. Эксполитика основана на присутствии ЕТ. Это аббревиатура, видимо, здесь она не расшифровывается. Присутствие ЕТ на нашей планете, секретной организации, которую правительства скрывают для публичного знания, и очевидность которого раскрыта высокими должностными лицами экс-военных и правительственных экс-служащих, которые дают свидетельство присутствия ЕТ на Земле. Самое сильное свидетельство того, что Земля была посещена инопланетными существами, происходит от древних клиновидных дощечек, где описаны истории взаимодействия шумеров с «богами», в кавычках. Они также рассказывают о нефилимс, которые появились на Земле. По словам Уильяма Генри, независимого археолога, существует прямая связь между древними шумерами в Ираке и нападением на Ирак США. Его тезис заключается в том, что во времена древних шумер было устройство, которое он описывает как звездные врата, портал, которые использовали ануннаки-нефилимс, чтобы входить и выходить из нашей планеты. Генри концентрируется на сценах, описанных в дощечках в тексте, где описываются «божественные» в кавычках существа, входящие через объект в форме кольца. Президент Саддам Хусейн, возможно, знал об этих секретах в Ираке и о звездных вратах. Согласно его собственным словам, он был царь Навуходоносор.
Солдаты, посланные в Ирак, имели высокую степень наркомании и психологических проблем, совершив, как можно было читать в иранской прессе, коллективное самоубийство через прием мощных наркотиков. Тела американских солдат были деформированы до такой степени, что они выглядели как 5000-летние мумии, по словам свидетеля. В докладе, который циркулировал по Кремлю, говорилось о более 20 солдатах армии США, которые должны были спасать, как войска безопасности, бывший город Ирак, совершили массовое самоубийство в попытке переплести звездную дверь с «Колисонадор де Адронес». Вот эта фраза мне непонятна, но вот так вот она переведена. Звездная дверь Ирака, возможно, сейчас контролируется темными, с большой буквы, и США посредством войны, насилия и дестабилизации стран. Реальность состоит в том, что, как сказал великий Исаак Ньютон, то, что мы знаем, это капля воды, то, чего мы не знаем, это океан. Как много вы знаете из sci-fi сериалов про космос, действие которых происходит в наши дни? Вселенная Star Trek – будущее, Вавилон 5 – будущее, Андромеда – будущее, Firefly – будущее, Звездный крейсер Галактика – будущее, на краю Вселенной – настоящее, но все происходит на другом краю Вселенной, что как бы не наш мир, поэтому… Но моим самым любимым сериалом, именно вот sci-fi про космос, является сериал «Звездные врата». Скорее не просто сериал, а целиком вселенная Звездных врат. Что ж, отправляемся. Первый сериал, носящий подзаголовок SG-1, рассказывает о секретном военном подразделении, которое исследует различные миры нашей галактики с помощью инопланетного телепортационного устройства, именуемого как «Звездные врата». Они находят новые миры, новые технологии, заводят дружеские и союзнические отношения и сталкиваются с разными инопланетными угрозами. Так что же такое эти ваши «Звездные врата»? Звездные врата — это инопланетное кольцеобразное устройство, с помощью которого можно почти мгновенно перемещаться с планеты на планету посредством искусственно созданной червоточины. Когда объект проходит через горизонт событий, он превращается в энергию и материализуется на другой стороне. Так что путешествие кажется мгновенным. На другой планете также должны быть установлены врата. Тоннель формируется строго между ними. Такие врата установлены в тысячах различных миров по всей галактике. У каждых врат, у каждой планеты, есть свой уникальный адрес. Ведь попали фотографии археологических раскопок 20 века в Австралии. Только взгляните на эти фото. На них изображены порталы в другие миры или параллельные вселенные. Все снимки сделаны одним фотографом из тайного масонского ордена. Их удалось выкрасть одному хакеру и продать на черном рынке. Все фото датируются началом прошлого столетия, и их великое множество. Is this a portal? Rumors speculate that it is. Very interesting. Look, this is actually a ring. Very nicely done, though. It's actually a ring. It looks like a Stargate portal from the front face. Is that the north and south? Yeah, so we're looking at it from the west side, looking east. That's what it looks like. Very nicely sculpted and done, but if you can see it from the north side, it looks like a Stargate portal. With my camera in person, you can see an ore around it. Very interesting. Peace, peace. Detroit portals, possibly. Giant portal for the local principalities. Now, if you saw my last video, you know about the stones and what I mentioned about the rituals. Look what it's called. Transcending. Come on, guys. Really? If you can't, I don't even, do I have to explain this? Now,
I actually came here before and I prayed standing here. I'm gonna show you. Right there. And you know what happened? My feet started burning when I saw, because I was praying against this thing. But look, watch this. Look at this. Look at these hands. Fallen ones. და როგორ ფიქრობთ თქვენ რაზე ნადირობდა ჰიტლერი თავისი ჯგუფით, რომელსაც საიდუმლო ჯგუფს ანენერბე ერქვა ანტარქტიდაში და როგორ გონიათ რატო არ უშვებენ დღეს კიდე არავის ანტარქტიდაში? ან რა უნდა ჰიტლერის ჯგუფს, საიდუმლო ჯგუფს აქვე ბატონო ჩემო იმერეთში ხვამლის თაში რას ეძებდნენ? ან შემდეგ სტალინის ჯგუფს რა უნდა იქ? ან შემდეგ მიშა რომ მოვიდა მიშასაც რა უნდა იქ? არ გამოვიდა მიშას, ვერ მოასო პრინციპში, მაგრამ როგორც კი მოვიდა ბიძინამაც თავისი ჯგუფი გაუშვა და ყველა ამბობდა რომ აი ახლა გაიხსნება ყველაფერი და ვერავინ ვერ შევიდა იქ, სადაც საჭირო იყო. გამიგეთ? ასე რომ ჩემოკარგებო, ეს არის ერთ-ერთი არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, არა ერთადერთი, ბევრი საიდუმლოა კიდე, აქ ბევრი კარებია, რომელსაც შემდეგში, რა ვიცი, თუ მომეცით ამის საშუალება, გავაგრძელებთ. ბევრი კარები არის, მაგრამ ერთ-ერთი მათ შორის და ძლიერი კარი არის წყლის კარი, რომელსაც ჩვენებურად დღევანდელი ენით ქვია ჭიშკარი. და რატო ჭიშკარი? იმიტომ ჭიშკარი ჩვენ გვაკავშირებს გარე სამყაროსთან. ეს არის შინ, მე რო ვარ და გარეთ გასასვლელად მე ჭირდება წყლის კარი. ასოციაციურად ეს არის ჩადებული ამ ჭიშკარში. წყლის კარის შემდეგ მე გავდივარ გარე სამყაროში, ჩემოკარგებო, ანუ პარალელურ სამყაროში და ეს ჭირდება სწორედ იმათ დიდ იმპერიებს, რომელიც საიდუმლოებაში არიან ჩაფლული და ამას ჩვენ არასდროს არ გვეუბნებიან. ისინი გადიან იქ, ღებულობენ იქიდან უმაღლეს იმ ტექნოლოგიას, რომელიც დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. თქვენ გონიათ ახლა ეს ტელეფონი კიდე, რომელიც არის სტივ ჯობსმა რო გამოიგონა ვითომ და ერთი ამბე, ამაზე კიდე მე ცალკე მქონდა ვიდეო, რომელიც იყო ყველაფერი სიაფანი და ბლა ბლა ბლა, რომ ერთი უცებ პროფესორი, აკადემიკოსი გახდა კაცი და 5 საწარმოს ერთად რო ახსნის, არც ერთი ბიზნესმენი და არც ერთი სახელმწიფო არ გახსნის, ისე რომ რაღაც ნივთი არ აქვს აპრობირებული, 5 საწარმო ერთად მსოფლიოში რო იხსნება ტელეფონების, გესმით? ნუ ამაზე მე ცალკე მოყვევი, ყველაფერი საიდან მოვიდა ეს ტელეფონი, სად აღმოაჩინეს პირველად, საიდან გამოიტანეს და მე როგორ იწყეს ამის დამუშავება და ამიტომ არ ვამბობ, ჩემო მეგობრებო, ეს ჭიშკარი არის იგივე წინა ცივილიზაციიდან გადმოსული წყლის კარი, რომელიც აკავშირებს ადამიანს ერთი სამყაროდან მეორეში. გახვალ შემოხვალ, მაგრამ ეხლა ნახეთ როგორ ჩვენ წაგვართვეს ყველაფერი 4000 წლის უკან. ანუ ადამიანებს, ადამიანის მოდმას წაართვეს ყველაფერი, წაერთვა ყველაფერი, იმიტომ რომ დრო დატრიალდა შავბედითად და სწორედ ეს ალეგორიულად არის დაწერილი ივანე ზოსიმეს, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებაში, ასევე ალეგორიულადვე წერია ბიბლიაშიც და ეს 4000 წლის უკან რაც მოხდა ის, რომ ადამიანს წაერთვა ნელ-ნელა თავისი შესაძლებლობები, ანუ ღმერთის უნარიანობა. ადამიანს შეეძლო ლევიტაციაც, ადამიანს შეეძლო ხელის ენერგეტიკით რაიმე დეტალის გადაადგილებაც, ადამიანს შეეძლო, ნახეთ, არავითარი ტელეფონი არ იყო საჭირო და არც რადიო სიგნალი და არაფერი, აქედან შეეძლო მრავალი 1000 კილომეტრის იქითაც მეგობრისთვის გადაეცა ინფორმაცია. ტელეპათიურობა, ყველაფერი ქონდა, ეს იყო ის, რასაც ერქვა ადამიანი ღმერთები და 4000 წლის შემდეგ უკან ეს ყველაფერი წაერთვა ნელ-ნელა ეტაპობრივად და დღეს საერთოდ ნულზეა დასული. დღეს ადამიანი არ არის. დღეს ადამიანი არის რობოტი, დაზომბირებული. ნუ მოკლედ
ასე თუ ისეა ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ ახლა ამ სიტყვის ეს სიტყვა კიდე რა თქმა უნდა ყველამ ვიცოდეთ რომ წისქვილია რაღაც შენობა და კი ბატონო მაგრამ წყალი ფქვილი და ასე დაკონკრეტებით და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გასახსნელია და როგორც გითხარით მომავალ წელს იქნება ყველაფერი და კიდევ უფრო დიდი სენსაციები იქნება და იქნება მსოფლიო სენსაციები და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. იმიტომ რომ არა მარტო ქართული სიტყვები იქნება, არამედ უცხოური სიტყვებიც. და აი ეს ჭიშკარი ჩემო კარგებო არის შეიძლება დუალისტურად იფიქროთ კიდევაც დედამიწაზე რომელიც არის უამრავად, მაგრამ ამას ჩვენ რა თქმა უნდა გვიმალავენ და თუ ეხლა რაღაც მილიონში ერთხელ არ გაგიმართლა და თუ არ ეძებ ან შემთხვევითობა კიდე ბევრია რომ შემთხვევით რაღაცებს აღმოაჩენს ადამიანი თუ არა და ამას ჩვენ კაცოშვილი არ გვეტყვის ვინაიდან ეს არის ზე საიდუმლოება და მთელი მსოფლიო იმპერიები მასზე ნადირობენ. შეიძლება აქ დღეს რომ მივიშო შეიძლება ბევრი კარის ინფორმაცია გაქვსო, მაგრამ დღეისათვის მე მგონი ეს საკმარისია მეგობრებო და დაველოდოთ შემდეგ ვიდეოებს, რომელიც იმ კვირას კიდე მოგაწოდოთ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, არ მინდა წინასწარ ვთქვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც როგორც ჯერ არავის დაბედვა არის საჭირო გამიგეთ, იმიტომ რომ ესეთი საკითხი იქნება, რომელსაც შეიძლება ცოტა შიშიც არის, რიდიც არის, ყველაფერი არის და უფრო სწორედ არის იმისი შიში და რიდი, რომ აი არიქა და მასა არ შემომიმბრუნდეს მე აქით და მე არ გამლანძღოს და მე არ ასე შემდეგ და ასე. მაგრამ რო არის თქვას ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ როგორც გითხარით ძალიან მიზერში ვარ დროის ამბავში და ჩვენ ეს ყველაფერი ყველამ უნდა ვიცოდეთ. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.